არიან ადამიანები, რომლებიც პატარა რაღაცა რო წამოსტკიდევათ ეგრევე ექიმთან მიდიან და არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით შეიძლება ძალიან მძიმე რამე დაემართონ და ექიმთან ცოცხალი თავით არ მივიდეს. მაგრამ არის ასევე სიმპტომები, რომლის უყურადღებოდ დატოვებას არ შეიძლება. ზუსტად ამ სიმპტომებზე გესაუბრებით, ტოპ 9 სიმპტომი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ განვითარდა და თან გეტყვით კონტექსტს, ანუ ყველა სიმპტომი ყოველთვის საშიში არ არის. არის კონტექსტი, როცა ის საშიში არ არის და ხო შეიძლება როცა მას ლოგიკური ახსნა აქვს და შეგვიძლია რომ უგულებელყოთ, მაგრამ არის მდგომარეობები, როცა აუცილებლად ჭირდება სამედიცინო ყურადღება. პირველი ასეთი ნიშანი არის ზეწოლის შეგრძნება გულმკერდის მიდამოში. ანუ გეგონება რაღაცა გიჭერს ძალიან, გეგონება აი საწვისო მანქანა დაგადისო, გეგონება ისეთი ზეწოლის შეგრძნება ვერ სუნთქავს ადამიანი, შეიძლება ქონდეს გულისრევის გრძნობა ესეთ დროს ადამიანს, ოფლიანობა, დაღლილობა, ძალიან ძლიერი დაღლილობა და ტკივილი გადაეცემოს ხელში, მარცხენა უმეტესად და ყბაში. ხო, და ეს კომბინაცია, ანუ ტკივილის გადაცემა ყბაში, ხელში და გულმკერდზე და ზეწოლის შეგრძნება კლასიკურად ითვლება, რომ ეს არის გული. ანუ გულის შეტევა არის ეს. და ხო, ფილმურად წარმოუდგენია ადამიანს ესე, რომ ეს გულზე ხელებს დაიწყობს ადამიანის საშინლად ტკივა გული, მერე შეიძლება დაეცეს და რაღაცა ასე როგორც წესი რეალურ ცხოვრებაში არ ხდება. ხო, ის ზეწოლის შეგრძნება, განწირულობის შეგრძნება და შიში აქვს ხოლმე ნამდვილად ადამიანების უმეტესობას და ტკივილიც გადაეცემა ხოლმე მარცხენში. ზოგჯერ მარჯვენა ხელშიც კი. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ბევრად უფრო მსუბუქად ხდება ეს, ადამიანს განსაკუთრებით ასაკონებს შეიძლება უბრალოდ ქონდეს რაღაცა ოფლიანობის შეგრძნება, უჩვეულო სისუსტის შეგრძნება, განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის დროს, რაც დაიბადა. და აი ხა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი გულმკერდის მიდამოში ზეწოლის შეგრძნება, რომელიც იწყება ფიზიკურ აქტივობაზე, არის საყურადღებო, სანამ არ დამტკიცდება საპირისპირო. ანუ უგულებელყოფა გულმკერდის მიდამოში ზეწოლაზე, თუ ფიზიკური აქტივობისას დაიწყო, ან სტრესისას დაიწყო, მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. ხო, ზოგჯერ აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ სხვა შემთხვევები არის, მაგალითად, სტრესის დროს ადამიანს შეიძლება ქონდეს იმის შეგრძნება, არის სუნთქვა არ მყოფნის პანიკური შეტევის დროს, მაგალითად, სუნთქვის დისკომფორტი და აი გულზე ზეწოლის შეგრძნება ეს შეიძლება ქონდეს, მაგრამ ეს არ იყოს გულის შეტევა. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულის შეტევა, ასევე ვთქვათ, ბევრი ჭამა. ადამიანმა აი დისკომფორტი აქვს რა, ბევრი ჭამისგან და მჟავაც ამოდის და რაღაც მჟავიანობის შეგრძნება აქვს. ეს არა გულის შეტევა, ეს მჟავიანობა. შეიძლება, მაგალითად, ან მიდიხარ მიტრიალდი, მოტრიალდი რაღაცა, უცებ გაგიელვასავით ტკივილმა გულმკერდის მიდამოში რაღაცნაირად და რამდენიმე წამში გაიარა. ესეც არა გულმკერდის შეგრძნება, გულის შეტევა. ეს არის კუნთების ან სახსრის ან რაღაც კუნთის ნერვის, ნეკნთაშუა ნერვის რაღაც დაჭიმულობა ან ტკივილი ან რაღაც რომელიც მომენტალურია და გაივლის. ეგეც არაფერია. ყბაშიც თუ რამე მყარი დაღეჭე და ღეჭავ რაღაცა მყარს, შეიძლება ქონდეს ყბაში დისკომფორტი და ეგ არ ნიშნავს იმას, რომ გულის შეტევაა. ეხლა ვთქვათ, როდის არის საშიში. საშიში არის თუ ადამიანი ადის კიბეებზე და აი ეს ზეწოლის შეგრძნება ეწყება გულმკერდის მიდამოში და თუ დაისვენებს გაივლის სტენოკარდია, ესე კლასიკური სტენოკარდია ესეთ შემთხვევაში. თუ კი ყბაში ტკივილი, ოფლიანობა, გულისრევა, ღებინების შეგრძნება, სისუსტე, ეს შეიძლება ნიშნავდეს გულის შეტევას და ყურადღება ასაჭირო. თუ კი დაღლილობა არის უჩვეულო და უეცარი ქალებში, სუნთქვის გაძნებასთან ერთად და გულმკერდში დისკომფორტთან ერთად, ესეც შეიძლება იყოს გულის შეტევა, ატიპიური გულის შეტევა შეიძლება იყოს. ამიტომ თუ კი ფიზიკური აქტივობისას არის გულმკერდის მიდამოში ზეწოლის შეგრძნება, ვართ ძალიან ყურადღებით. აი ეს უნდა წაიღოთ აქედან. მეორე არის დისპნეა, ანუ სუნთქვის გაძნელება. სუნთქვის გაძნელება შეიძლება ქონდეს ძალიან ბევრი მიზეზი, რა თქმა უნდა. გულიდან შეიძლება მოდიოდეს, ფილტვებიდან შეიძლება მოდიოდეს, სისხლის პრობლემები შეიძლება იყოს, თრომბი შეიძლება იყოს, ასთმა შეიძლება იყოს, გულის უკმარისობა შეიძლება იყოს. ანუ ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება იყოს. ეხლა განვიხილოთ კონტექსტი და რა შემთხვევაშია. თუ ეხლა მაგალითად ფიზიკურად ძალიან დაიტვირთ, ირბინე, ან კიბეებზე აირბინე, რაღაცა და რაღაც ქოშინებ, ეს არაფერი არ არის. ეს ემართება ყველას, ემართება ბავშვებსაც, იცით ალბათ, დარბიან, მერე ქოშინებენ ხოლმე. ეს საშიში არ არის.
თუ კი მაგალითად შფოთვისას ან პანიკური შეტევისას ადამიანს ქოშინი დაემართა და ესა გულმკერდის მიდამოში დისკომფორტის შეგრძნება ესეცაში არ არის, იმიტომ რომ ესეც ბუნებრივია ჰიპერვენტილაცია და ეს სუნთქვა ხდება ძალიან ჩქარი და რაღაც დისკომფორტს გრძნობს ადამიანი გულმკერდის მიდამოში, ეს არ ასაში. ეხლა სუნთქვის გაძნება ასევე თუ კი აქვს ადამიანს გაცემული თუ არა და ცხვირი ან ორივე ნესტო ან ესინესტო დახშული აქვს და რაღაცა ვერ სუნთქავდი რა მთელი ღამე გეუბნება ადამიანი ესეც არ არის საშიში, იმიტომ რომ გასაგები ახლა ეს ფილტვების პრობლემა კი არისო ან ცხვირია დახშული და მაგდო ვერ სუნთქავდა, თუმცა შეიძლება ქონდა იმ ადამიანს გრძნობა რომ იცი რაღაცა გულმკერდის მიდამოში ფილტვები არ არის როგორც წესი ეს არის ცხვირის ამბები. ხო, ეხლა როდის არის უფრო საშიში. მაგალითად, როცა ადამიანს აქვს უეცარი ქოშინი დასვენებულ მდგომარეობაში, შეიძლება იყოს გულის რითმის პრობლემები, გულის უკმარისობას სახასიათოს ბოლოში და შეიძლება იყოს ფილტვების ემბოლიზმი. თუ სუნთქვის გაძნელება ასოცირებულია ერთი ფეხის შეშუპებასთან, გაცხელებასთან, სიწითლესთან, ეს შეიძლება იყოს ღრმავენების თრომბოზი და ღრმავენობის თრომბოზიდან მერე ფილტვების ემბოლია. ესეც საყურადღება, ანუ მოკლედ ერთი ფეხი თუ გაუსივდა ადამიანს, ცალი ფეხი, ეს ძირითადად ღრმავენებში მინდა რომ ბარძახში რომ ვენებია უმეტესად იქ არის ხოლმე და ან გაუსივდა ეს ფეხი გაუწითლდა და თან თუ აქვს სუნთქვის გაძნელება, ეს შეიძლება იყოს ფილტვების ემბოლია. ეს ძალიან საშიშია და საყურადღებოა მოკლედ. თუ ადამიანს აქვს სუნთქვის გაძნელება, როცა წევს და ქოშინებს, შეიძლება იყოს გულის უკმარისობა ან ფილტვებში თუ წყალია ხოლმე. ოღონდ აქაც არ არის ისევ არ ვამბობ იმას, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შფოთვა და შფოთვისას თუ უბრალოდ ადამიანს აქვს გრძნობა, რომ სუნთქვა მიჭირს, ხო? არა, ის ადამიანი, რომელსაც ფილტვებში წყალი აქვს, გულის უკმარისობასაც აქვს, რომ დაწვება ვერ სუნთქავს, ვერ ძლევს და ჭირდება რომ 1-2 ბალში დაიდოს, წამოიწიოს და მერე სუნთქავს ნორმალურად. ხო? ანუ ეს საყურადღებოა. მესამე ნიშანი რაც არ უნდა გამოგვჩნდეს, არის ერთი ფეხის შეშუპება, ეს თქვით დაკავშირებულია ერთი ფეხის შეშუპება ღრმავენობის თრომბოსთან, თრომბი თუ ჩაჯდება, ვენა გამტარებლობას კარგავს მოკლედ და იქ ვითარდება შეშუპება და ერთი ფეხი თუ შუპდება, ეგ არის ღრმავენების თრომბოზი და საშიშია, იმიტომ რომ შეიძლება მაგან მისცეს ფილტვებში თრომბი. ზუსტად მაგიტო ახლა ოპერაციის დროს რო ის ახვევენ ხოლმე კომპრესული წინდებს უკეთებენ ხოლმე ფრენისას ზოგჯერ ადამიანს რეკომენდირებულია რომ კომპრესული წინდები ჩაიდოს რომ თრომბი არ გამთავრდეს, ეგ არის ხოლმე მან მთავარი პრობლემა. ეხლა რა დროს არ არის საშიში და რა დროს არის საშიში. თუ მთელი დღე ფეხზე გახარ და ორივე ფეხი საღამოთი ცოტა შეგიშუპდა, ეგ საშიში არ არის, ეს გრავიტაციის სითხე ჩავიდა ქვევით და ფეხები შეგიშუპდა, ორივე ერთად თუ არის, ეგ არ არის საშიში. თუ რამეზე ფეხი იტკინე და მსუბუქად გაქვს შეშუპებული, ეგ არ არის საშიში, რადგან ანთებავი განვითარდა, ანთებას მიაქვს სითხე მაგიტო. თუ ორივე ფეხი შეგიშუპდა, მას მერეაც მარილიანები ჭამე, ეგ არ არის საშიში. ანუ საყურადღებო არის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნორმაში ადამიანს უბრალოდ მარილიანის ჭამაზე ფეხები არ უნდა უშუპდებოდეს, მაგრამ აი ესეთი საგანგაშოდ საშიში არ არის. შესაბამისად შესაძლებელია რომ ეს იყოს უბრალოდ მარილის და შეშუპების ბრალი. მაგრამ თუ ერთი ფეხი გახდა შეშუპებული, მაგალითად გრძელი ფრენის შემდეგ, ეს საყურადღებოა. თუ ერთი ფეხი გახდა შეშუპებული დიდი ხანი როცა ლოგინში იწვა ადამიანი ან ქირურგიული ოპერაციის მერე, ეს საშიში და საყურადღებოა. ეს აუხსნელი დაღლილობა. დაღლილობა შეიძლება ბევრი რამის გამოიყოს, უბრალოდ შეიძლება არ გეძინოს კარგად და მაგის გამო იყო დაღლილი ან დაიღალო ფიზიკურად იაქტიურო და დაღლილი ხარ. მაგრამ სხვა მიზეზები შეიძლება ქონდეს. მაგალითად ანემია. როცა ჟანგბადი არ მიეწოდება ორგანოებს კარგად. მაგალითად ფარშებრი ჯირკვლის პრობლემები შეიძლება ორივე მიცოდეს გააქტიურებულმა ფარშებრულმა ჯირკვალმაც და პირიქით, როცა სულად მუშაობს მაგანს. ძილსაპნეა მაგალითად, ან მთელი ღამის განმავლობაში მოკლედ იღვიძებს ადამიანი და მერე როცა დგება თავს გვირგვინებს სუსტად და ცუდად. ახლა რა დროს არ არის საშიში დაღლილობა, თუ მაგალითად ერთი ღამე ან ორი ღამე ნორმალურად არ გეძინა,
ეგ და დაღლობას ქნով ნორმალურია. თუ ასევე ძალიან ბევრი იმუშავე, ან წინა დღეს ან იგივე დღეს და დაღლილი ხარ, ეს ნორმალურია მოკლედ, თუ ფიზიკურად დაიღალე რა, ან შეიძლება ზოგჯერ ემოციურად დაიღალო და თუ გაციებული ხარ, სუსტად ხარ, ინფექცია გაქვს რაღაცა, მაგრამ დაღლობა ჩვეულებრივი ამბავია მოკლედ. ეხლა როდის არ არის ჩვეულებრივი ამბავი? თუ დაღლილი ხარ და თან ფერმკრთალი კანი გაქვს, შეიძლება და სუნთქვის გაძნებას ავიდგა, ეს შეიძლება ნიშნავდეს ანემიას და დაბალ ჰემოგლობინს. თუ დაღლილი ხარ, ხშირი წყურვილი გაქვს და ხშირი შარდვა გაქვს, ეს შეიძლება ნიშნავდეს დიაბეტს. თუ დაღლილი ხარ და უეცრად წონაში დაიკელი ისე რომ არ გინდოდა და ღამის ოფლიანობები გაქვს, ეს შეიძლება ნიშნავს ქრონიკულ ინფექციას ან სხვა დაავადებას, რომელსაც აუცილებლად ყურადღება ჭირდება. ეგენი არის წითელი დროშები, ამიტომ უყურადღებოთ მაგის დატოვება არ შეიძლება. მეხუთე ნიშანი არის ხველა. ხველა, რომელიც დიდხანს გრძელდება. ხველა, როცა გაცივდება ადამიანი, ეს ახველებს, ეს არ არის დიდი პრობლემა. ხველა გრიპის დროს შეიძლება ქონდეს ადამიანს, პოსტნაზალური გრიპის სინდრომი შეიძლება ქონდეს, ალერგია ქონდეს, ასთმა, რეფლუქსი, ინფექციები, მაგრამ ქრონიკულმა ფილტვების დაავადებებმაც იცის, ეს საყურადღებოა, ფილტვების სიმსივნემაც იცის ხველა, საყურადღებოა, ტუბერკულოზმაც იცის ხველა, ესეც საყურადღებოა. ამიტომ გააჩნია კონტექსტი. ან ხველის რაოდენობას გააჩნია, ხველის ინტენსივობას გააჩნია, ხველისას არის თუ არა სისხლი, ამას გააჩნია და უჩვეულო დაღლილობა და სისუსტე აქვს თუ არა ადამიანს. ეხლა რა დროს არ არის საშიში? ხველა არ არის საშიში, თუ გრძელდება დაახლოებით 10 დღე, ბავშვების შემთხვევაში შეიძლება მეტიც გაგრძელდეს, დიდების შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს, ნუ 3 კვირამდე რა დაახლოებით შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ჯამში უნდა უმჯობესდებოდეს ეს ხველა, გაცივდა ადამიანს შეიძლება ბრონქიტი დაემართა მერე და ეს ხველა კონდეს, ეს შესაძლებელია. თუ რაღაცა ჭამე, მაგრამ თუ ყელში თუ გაქვს რაღაც შეგრძნება, ისეთი არა სასიამოვნო სიმჟავის შეგრძნება თუ გაქვს და ხველა დაგემართა, ეს შეიძლება იყოს რეფლუქსი უბრალოდ და ესეც არაა საშიში. ასევე დილით ხველა, ვისაც აქვს და იცის რომ სინუსები და სინუსიტი არ წუხებთ, ამ რაღაც გეუბნება ცხვირიდან გადის უკან ყელში რაღაცა ეს შეგრძნება თუ აქვს ადამიანს, ეს პოსტნასალური გრიპის სინდრომია და ესეც არ არის საშიში. ყოველ შემთხვევაში ყურადღება ჭირდება ამ მკურნალობა ჯამურად, მაგრამ ის რომ რაღაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნას, ესე არ არის. ეხლა როდის არის საყურადღებო? თუ კი ხველა გრძელდება 3 კვირაზე მეტ ხანს და ადამიანი წონაში იკლებს, შეიძლება იყოს ტუბერკულოზი, შეიძლება იყოს ფილტვების დაავადება, შეიძლება იყოს უფრო სერიოზული მდგომარეობა, ან ფილტვების ინფექცია, ამიტომ ყურადღება ჭირდება. თუ კი ხველისას ადამიანი ახველებს სისხლს, საყურადღებოა, იმიტომ რომ ნიშნავს რომ ბრონქების დაზიანება და ეს საყურადღებოა. აქ ის არ არის რომ ზოგჯერ აი გაცებისას იცის ხოლმე რომ თუ ცოტაზე ახველებს ადამიანს, თუ ცოტა სისხლი შეიძლება იყოს, მაგრამ ის რომ ანუ თან 3 კვირაზე მეტი ქონდეს ადამიანს ხველა და სისხლს ახველებდეს, ეს არ არის ნორმალური და ეს აუცილებლად საყურადღებოა. ასევე არის ხოლმე იმ ადამიანებს, ვისაც მუდმივად მუდმივად ჩახველებები ვისაც აქვთ და ცდილობენ ხოლმე ყელი გაითავისუფლონ. მაგ ადამიანებს ცოტა ჟანგისფერი ნახველივით შეიძლება ქონდეს ხოლმე, იმიტომ რომ ხახაზე და ხორხზე ნაზი სისხლძარღვებია, ის სისხლძარღვების კრება და ჟანგისფერი ჟანგიანივით ნახველივით ცოტა რაღაცა აქვთ ხოლმე ოდნავ ხაზები. ესეც შესაძლებელი, ვისაც ხშირი ჩახველებები აქვს და არა ახველებს. ხველა არ არის ნორმალური, ასევე როცა ასოცირებულია სუნთქვის გაძნებასთან, ადამიანი ქოშინებს, შეიძლება იყოს პნევმონია, შეიძლება იყოს პულმონარული ფილტვების ემბოლიზმი და შეიძლება იყოს სერიოზული ფილტვების ანთება და ფილტვების დაავადება, ამიტომ ქოშინთან ერთად ხველა საყურადღებო სიმპტომია უმეტეს შემთხვევაში. მეექვსე ნიშანი არის, როცა ადამიანი შარდავს ზედმეტად, ოღონდ თან წყური, ანუ ძლიერ გაძლიერებული შარდვა, გაძლიერებული წყურვილი. ეს არის დიაბეტი. უმეტეს შემთხვევაში ეს არის დიაბეტი. ხო, ის არის რომ ანუ მაღალი შაქარი როცა სისხლში, ეს შაქარი
შაქარი არის საწამლავი, მოკლედ საწამლის გამოდევნას ცდილობს ჩვენი ორგანიზმი და ცდილობს თირკმელები ფილტრავს შაქარს მიყვება წყალი, იკარგება წყალი და შაქარი. წყალი რო იკარგება, ადამიანს წყურია და ხო, ოღონდ ეს არის ფიქრობს ადამიანმა, რომ არა უშავს. ესე არ არის, რომ მაგალითად უმოდი გაფილტროს თირკმელმა შაქარი და მქონდეს მე რა მაღალი შაქარი, ასე არ არის. ანუ ერთი რომ თირკმელები ზიანდება, მეორე რომ ეს შაქარი მაინც მაღალია და ეს შაქარი ასწრებს მაინც ყველაფრის დაზიანებას. ისე კი არა, რომ თირკმელები ფილტრავს შაქარს და ადამიანს შაქარი ისე უარდება, რომ ნორმაში ჰქონდეს, ეგრე არ უარდება. მაინც მაღალი რჩება. უბრალოდ ძალიან ზედმეტ შაქარი დაცა იმას ხო. და ისიც გინახიათ რა, რომ ანუ ეს სიროფივით რო წარმოიდგინოთ ეს შაქარი ზუსტად ესეა, რომ როგორ შეუძლია ეს სიროფს დაზიანება, გარემოსი, აი ეგრე შეუძლია სისხლძარღვების და ყველაფრის დაზიანება. ამიტომ დიაბეტის სიმპტომების იგნორირება არც სწორია და არც შეიძლება ყურადღებაა საჭირო. ხო, ნუ ახლა თუ ხშირად ჩარდა მაშინ რაც ბევრი წყალი დალიე, უბრალოდ გწყურო და ეს ერთჯერადად მოხდა და ეგ არ არის საშიში. თუ კი მაგალითად ყავა დალიე ბევრი იმ დღეს და ცოტა მეტად შარდავ, არ არის საშიში, იმიტომ რომ ყავა მიცის შარდმდენია ცოტათი. თუ ალკოჰოლი დალიე და შარდავ ხშირად, არ არის საშიში, იმიტომ რომ ისა შარდმდენია ალკოჰოლიც და თუ კი ღამე ბევრი ჭამე და ისა ადექი მერე და ღამე შარდავ, ეგეც არა, თუ ბევრი ჭამე და დალიე და ღამე შარდავ, არ არის საშიში, ერთი ღამე თუ გრძელდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნუ საკვებმა და იმ ბევრმა წყალმა და რაღაცამ ის უნდა გამოვიდეს და რა თქმა უნდა შარდო. მაგრამ კონტექსტში როცა ხშირი შარდვა არის ასოცირებული ხშირ წყურვილთან, გაზრდილი წყურვილთან, ეს ძალიან მაღალი ალბათობით შაქარია და თუ ხშირი შარდვა არის ქვევით ქვედა ნაწილში წვის შეგრძნებასთან, ეს საშარდე გზების ინფექციაა. თუ ღამის შარდვა არის ასოცირებული ფეხების შეშუპებასთან და სუნთქვის გაძნელებასთან, ეს შეიძლება გულის უკმარისობას ნიშნავდეს. ანუ კონტექსტს გააჩნია ყოველთვის. მაგრამ ყველაზე ხშირი კომბინაცია მაინც არის შარდვა და ბევრი წყლის დალევა, რაც დიაბეტია. და მეშვიდე ნიშანი არის ღამის ოფლიანობა. ღამის ოფლიანობაზე საუბარი არის, როცა არის ანუ აი მართლა რომ ის კი არა რომ ცოტა გაოფლიანი და წამოგაოფლიანა არა ეგ არა. აი რომ გასაწური როა ტანსაცმელი ესე რომ ოფლიანობ, როცა განმეორებითია აუხსნელია ცხელება თუ აქვს, თუ კი წონას იკლებს ადამიანი, ხველა აქვს და ლიმფური კვანძები გადიდებული აქვს. ასეთ შემთხვევაში საყურადღებო არის ღამის ოფლიანობა. ხო, ღამის ოფლიანობა შეიძლება გამოიწვიოს სხვა მოვლენებმა, მოკლედ შეიძლება იყოს ჰორმონების გამო, სტრესის გამო, წამლების გამო, გულის გამო, ცუდ დაავადებების გამოც. მაგრამ აქ უნდა განვასხვაოთ მიზეზები. ხო, ეხლა თუ ადამიანი გაცილებულია, ღამე შეიძლება ოფლიანობდეს და ეს საშიში არ არის და ეს გასაგებია. თუ გარემო ტემპერატურა მაღალია ოთახში და ცხელა, ადამიანი შეიძლება ოფლიანობდეს და ნორმაა. თუ მენოპაუზის პერიოდი აქვს და აი ეს ალები აქვს წამოახურებს და ეს ოფლიანობა ღამის, ეს როგორც წესი საშიში არ არის, იმიტომ რომ ჰორმონული მდგომარეობის ბრალია და ამიტომ თუ კი ალკოჰოლის მერე, ცხარე საკვების მერე ან შფოთვის დროს ადამიანი ოფლიანობს, საშიში არ არის, იმიტომ რომ ეს რეაქცია ამ ყველა სტრესორებზე რეაქციაა და შესაძლებელია და ნორმაა. ეხლა როდის არის საყურადღებო და საშიში? თუ ღამის ოფლიანობა აქვს ადამიანს და სიცხე აქვს თან, ცხელება ან სიცხეები აქვს, თუ აქ საუბარია რომ ქრონიკულადაა, თორე როცა ახლა გაცილებულია ან უბრალოდ ეს ვირუსული ინფექცია აქვს და წამოაფლიან, ამაზე არ ვამბობ. შეიძლება კონდეს სიცხე და მე გაუფლენს ადამიანი, ამას არ გულისხმობ. თუ იცის რომ გრიპი დაგემართა ან ინფექცია დაგემართა რაღაცა სასუნთქი გზების და ოფლიანობ, ეს გასაგებია ვიცით რაც, მაგრამ საუბარია როცა აუხსნელი ოფლიანობაა და სიცხეების აუხსნელი, ან ვერ ხვდები, შეიძლება ერთი თვე კონდეს ადამიანის სიცხე და ვერ ხვდებას ორი თვე კონდეს და ღამის ოფლიანობა კონდეს. ეს საყურადღებოა, იმიტომ რომ ეს ახასიათებს ტუბერკულოზის ინფექციას, სხვა ქრონიკულ ინფექციებს, ზოგ შემთხვევაში ლიმფომას შეიძლება ახასიათებს, ან თაკმოდ ვერაგ დაავადებებს შეიძლება ახასიათებს და სიმსივნეებს ესეთი ნიშნები. თუ ღამის ოფლიანობები ასოცირებულია მუდმივ ხველასთან, შეიძლება ასოცირებული იყოს ტუბერკულოზთან ან ფილტვების ინფექციასთან. თუ ღამის ხველა ასოცირებულია ლიმფური კვანძების გადიდებასთან, შეიძლება ლიმფომის ბრალი იყოს და საყურადღებოა ესეც. და მერვე სიმპტომი არის თავბრუსხვევა. თავბრუსხვევაც ახლა ზოგ შემთხვევაში შეიძლება არაფერს არ იყოს, რომ ახლა შეიძლება დაიღალე, შეიძლება რაღაცა თავბრუ გეხვა, წამოწევ დაისვებ.
ან როცა ძალიან გადაიღალა ადამიანი, ესეც შესაძლებელია, ან ინერვიულა, ესეც შესაძლებელია. ხო, ბევრმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად, შეიძლება იყოს დეჰიდრატაციაც, ან წნევის დაქვეითება, ან დაბალი შაქარი, ან გულის რითმის პრობლემები, თავის ტვინის ცირკულაციის პრობლემები, სხვა მიზეზები შეიძლება ქონდეს. ეხლა როდის არ არის საშიში თავბრუსხვევა, არ არის საშიში თუ მაგალითად აი უცებ წამოდექი, ან უცებ რაღაცაზე შეიძლება ანერვიული უცებ ადექი, მაგ დროს თუ თავბრუ დაგვეხვა, არა საშიში ეს ორთოსტატული ჰიპოტენზია, ისა უეცრად ან წამოდექი თავის ტვინის სისხლის წნევა დაეცა, იმიტომ რომ სისხლი ვერ მოასწრეს საკანონმდებლო შეკუმშვა და შესაბამისად არ არის მოკლედ საშიში რა ეს ორთოსტატული ჰიპოტენზია, მაგ განსაკუთრებით ქალებს ძალიან ბევრს აქვს. ხო, თუ კი მაგალითად დატრიალდა ადამიანს თუ ტრიალებდა ის ან გზავრობისას თავბრუ ეხება ადამიანს არ არის საშიში, იმიტომ რომ ვესტიბულური აპარატის პრობლემა არის ფიზიოლოგიური, არაფერი ისეთი მოკლედ არ ემთხვევა გარემოს ის რასაც აღიქვას და რასაც განიცდის, ერთმანეთს არ ემთხვევა და შესაბამისად ეს ხდება ხოლმე მოკლედ ვესტიბულურ აპარატში და ეს პრობლემა არა, თუ კი ეს დატრიალდი თავბრუ დაგვეხება, ეგეც პრობლემა არ არის, ხო, არის პოზიციური ვერტიგვა, იმით გამოწვეული რომ შენ ვესტიბულური აპარატი აღიქვას შენს მოძრაობას და როცა ესეთი მოძრაობები ხდება ხოლმე, ეგ არ არის პრობლემა. და ასევე თავბრუსხვევა არ არის პრობლემა, თუ ადამიანს არ უჭამია დიდხანს, წყალი არ დაულევია დიდხანს, შესაძლებელი დეჰიდრატაცია თუ აქვს, შესაძლებელია რომ თავბრუ დაიხოს და ეგეც არა რამე ისეთი საშიში. ეხლა როდის არის საშიში? თუ თავბრუსხვევა ასოცირებულია გულის აღქარებასთან, არითმიებთან, გულის იშემიასთან, გულმკერდის მიდამოში ზეწოლასთან, ეს საყურადღებო საშიშია, იმიტომ რომ შეიძლება გულის შეტევა იყოს ან არითმიები იყოს. თუ კი თავბრუსხვევა ასოცირებულია ცალმხარის პარალიზი თუ დაემართა ადამიანს მაგალითად და თან თავბრუსხვევა საშიშია, იმიტომ რომ შეიძლება ინსულტი იყოს. თავბრუსხვევა თუ განვითარდა გულის წასვლასთან ერთად ვარჯიშის დროს შეიძლება ნიშნავდეს გულის რითმის დარღვევას ან გულის სტრუქტურულ პრობლემას. საყურადღებოა ძალიან ფეხბურთელები მინდორს დაეცემიან ხოლმე და რაღაც ესეთები. ანუ ძალიან საყურადღებოა შეიძლება იყოს ეს. ამიტომ ფიზიკური აქტივობისას თუ თავბრუ დაეხვა ადამიანს წაიქცა გული წავიდა, ყველა შემთხვევაში საყურადღებოა. და მეცხრე ნიშანი არის განავალში სისხლი. ან განავალში სისხლი შეიძლება ნიშნავდეს რამდენიმე რამეს, მსუბუქი რაღაცებიდან საშიშამდე, ამიტომ საყურადღებო არის. მაგალითად, განავალში სისხლი შეიძლება ნიშნავდეს ჰემოროიდს, ანუ ბუასილს. ბუასილის დროს იცის განავალში სისხლი, მაგრამ როგორც წესი ეგ საშიში არ არის. შეიძლება ნიშნავდეს ნაწლავის ანთებით დაავადებას, პოლიპებს ან ნაწლავის კიბოსაც. შესაბამისად საყურადღებოა ეხლა როდის არ არის საშიში? თუ ღია წითელი ფერის სისხლია მოკლედ ტუალეტში ან ტუალეტის ქაღალდზე, როცა განსაკუთრებით შეკრულობა აქვს ადამიანს, ეს შესაძლებელია იყოს. შეიძლება ბუასილიც არ ქონდეს ადამიანს და უბრალოდ ანალური ნაპრალი იყოს და მით უმეტეს ანუ თუ კი კუჩი გასვლა გაუჭირდა ადამიანს, მაგ დროს ნახეთქი გაჩნდეს და სისხლიდან იყოს იქიდან საშიში არ არის. თუ ადამიანმა იცის რომ ბუასილი აქვს და ღია წითელი ფერის ანუ ალისფერი წითელი ფერის სისხლი არ არის საშიში, იმიტომ რომ ჰემოროიდის ნიშანია როგორც წესი. ასევე შეკრულობის მერე ერთი ეპიზოდი სისხლიანი განავალი, რომელიც შემდეგ უკვე ქრება ან ნაკლებად კონცენტრირებული ხდება, ეგეც არ არის საშიში, მაგრამ საყურადღებო არის და ყურადღება ის მიქცევა საჭიროა. ეხლა როდის არის საყურადღებო? თუ კი სისხლი არის მუქი ფერის ან შავი. ანუ განავალი თუ არის შავი, აი სისხლი რო გაშავდება, აი ეგეთი შავი თუ არის, მაშინ აუცილებელია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ზედა ნაწილიდან მოდის სისხლდენა და ნუ სისხლმა მოასწრო რეალურად ის გაშავება, დაჟანგვა და შესაბამისად ეს არის ამიტომ მუქი ფერისაა და ეგ საყურადღებოა. თუ სისხლდენა ასოცირებულია წონის კარგვასთან, დაღლილობასთან, ანემიასთან, ანემიის ნიშნებთან, შეიძლება იყოს სიმსივნის ნიშანი, ამიტომ ყურადღება საჭიროა.
შეიძლება სხვა მიზეზებიც ქონდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ვინაიდან სიმსივნესაც ახასიათებს, უნდა გამოირიცხოს ეგეთი რაღაცა. თუ კი სისხლიანი განავალია და დიარეასთან ფაღარათან არის ასოცირებული და მუცლის ძლიერი ტკივილი შეიძლება იყოს ანთება და ნაწლავის ანთებითი დაავადება, ამიტომ მაგასაც ყურადღება უნდა. ამიტომ მარტივი წესი რო დავიმახსოვროთ, ფერს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა მოკლედ. ღია წითელი ფერი ნაკლებად საშიშია, მუქი წითელი ფერი ან შავი უფრო საშიშია და სისხლიან განავალს ახასიათებს თუ არა წონისკლება, სისხლიან განავალს ახასიათებს თუ არა ანემია, ეს არის საყურადღებო. თუ ახასიათებს, მაშინ უფრო შიდა საყურადღებოები. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, ვისაც გაქვთ სურვილი დონაციები შეგიძლიათ გააკეთოთ, აღწერაში არის ანგარიშის ნომრები, მადლობა თქვენი ინტერესისთვის.